გამარჯობათ. ჩვენ ვართ მათე და ლუკა. ჩვენ გვინდა ეხლა თქვენ გაჩვენოთ, რომ ევროპა, რომლისკენაც ესე მივილტვით, მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები არ არის. ჩვენ ვართ ეხლა ბერლინში და კონკრეტულად ყოფილი აეროპორტი ტემპელჰოფის ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წელს დაიკეტა და 2008 წლიდან საზოგადოების მოთხოვნით აქ გაკეთდა პარკი. ტემპელჰოფი, აი ხა გაჩვენებთ ჩვენ ტემპელჰოფს. ტემპელჰოფის პარკი არის ბერლინის ცენტრში, თითქმის ცენტრში. არის 355 ჰექტარი, ვაკის პარკზე 12 ჯერ დიდი. და ჯერ აქ, არის თავში აზრადაც არ მოსვლია ამ ხელა ტერიტორიაზე, რომელიც არის ქალაქის ცენტრი, ფაქტიურად ცენტრი. სასტუმროს რაიმე ამდაგვარი საშენები. ჯერ ტემპელჰოფში სამწუხაროდ ბევრი ხეები არ დგას, იმიტომ რომ როგორც გითხარით 2008 წლიდან არის ეს პარკი, მაგრამ ხეებიც იქნება და ერთი დიდი ტბის გაკეთებაც იგეგმება შუა პარკში. ეს არის ბერლინის და ევროპის ყველაზე უფრო დიდი პარკი. მე და მეთა წავალთ და ეხლა გაჩვენებთ თქვენ ბერლინის სხვა პარკებსაც, რომელიც ესეთი დიდი არ არის, მაგრამ ამას არ ჩამოვარდებ. დროებით. აი, ეხლა მე და მათე მოვედით ბერლინის კიდევ უფრო ლამაზ პარკში, ჯერჯერობით უფრო ლამაზ, ტემპელჰოფი ძალიან ლამაზი იქნება, მაგრამ ეხლა ეს უფრო ლამაზი პარკი არის ჰაზენჰაიდეში. ჰაზენჰაიდე ტემპელჰოფზე არის ფაქტურად გადაბმული, არის ორი ვაკის პარკის ხელა, 55 ჰექტარი და არის ძალიან ლამაზი, დიდი უზარმაზარი მუხებით და წიფლებით გამწვანებული. აი, გაჩვენებთ ახლა. ეს არის პატარა ბავშვთა სათამაშო მოედანი, სადაც მე და მათე ხშირად თამაშობთ ხოლმე. და რა თქმა უნდა, ჰაზენჰაიდეშიც არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ სასტუმრო ეშენებინა. ან კიდევ რამე მაგდაგვარი. გავაგრძელებთ ახლა მე და მათე ისევ პარკების დათვალიერებას და თქვენთვის ჩვენებას. წავალთ ახლა ჩვენ თიერგართენში. თიერგართენი არის ბერლინის მთლად ცენტრში და დანარჩენს უკვე იქ მოგიყვებით. დროებით. აი, ახლა მე და მათე მოვედით თიერგართენში. ბერლინის ერთ-ერთ ძალიან ყველაზე დიდ პარკში, ყველაზე დიდი ტემპელჰოფია, როგორც გითხარით, მაგრამ მეორე არის თიერგართენი. თიერგართენი არის 210 ჰექტარი, ანუ 7 ვაკის პარკის ხელა და თიერგართენი არის ზედ შუა ბერლინის ცენტრში. ახლა მე გაჩვენებთ თქვენ თიერგართენს. ეს არის ბერლინის ცენტრში. აი, ასე მეგობრებო, ეს არის ევროპა და ბერლინი და ბერლინის პარკები. ევროპა პირველ რიგში არის საზოგადოება. საზოგადოების მატერიალური გამოხატულება პირველ რიგში საზოგადოებრივი პარკები და არა სასტუმროები და ვიღაც ინვესტორების მოგებაზე ორიენტირებული ქალაქი. დროებით.